მოგესალმებით ისაუბრეს მაყურებელს, ეთერშია ჩვენი ყოველკვირეული პოდკასტი, ორცეცხლ შუა, ტრადიციულად ირაკლი წულაიასთან და თორნიკე რაზმაძესთან ერთად და ჩვენი დღევანდელი პოდკასტის სტუმარია ნიკა გვარამია. გამარჯობათ, მინდა უთხრა საზოგადოებას, რომ ნიკა ეს მეხმარებოდა ესე ვთქვათ სტუდენტობის, აბიტურიენტობისას ჩაბარებაში და ნიკას დამსახურებაა, რომ საერთოდ ივანე ჯავახიშვილი დავამთავრე და მაშინ ჩაწყობები იყო ხოლმე რა. და ჩაგიწყო? არა, ჩამიწყო, ანუ ერთადერთი კაცია, ვინც კარგად მასწავლა. რაღაცა. მე არაფერში არ დამხმარებია და მე დავიწყებ მაშინ. კაი, მე იცი რა ამე იქნება. მაგრამ მე 10 წლის მერე დამიჭირა, იცი? მე მაგაზე გადავიდე. არა, მაგრამ ამის არა 12-ის თუ რაღაცის მე. რომელი წელი იყო? 2007. რა მნიშვნელობა 1012. გიჭირებს? რაზე? ესე შეიცხადებს დღეს ალბათ კიდევ ბევრი რამეს, მაგრამ კარგი. სანამ კითხავს დავსვავ, რა ისტორიის გახსენებები და ეხლა ხან შემემთხვა, ნიკამაც იცის მე მგონი, ესე იგი კოცებმა მიძებნეს რა საიდან მოუვაროთო და ბოლოს დამიმონტაჟეს ვიდეო, რომელშიც ცოტნე კობერიძეს ირონიულად ვეუბნები, ამდენ კითხოს იმიტომ გისვა ნიკა გვარამიაზე, რომ ძალიან მიყვარს ნიკა გვარამია თქო და რა არის მაგაში ირონია? თავისი არ მიყვარს და ის არის ირონია. ხო, და იქ სოფტვერნაი პერსონი როგორც თვითონ იტყვიან საკოცეთში ნათია ბერიძე და ვიღაცები შლიდნენ ამ თემას, რომ აბას ნიკა გვარამია უყვარს, ხო და მოდი ხა დავამტკიცოთ საპირისპირო. რო არ გიყარო. რო არ ან გვიყვარს. დავამტკიცოთ რომ ეგ ეგრეა. ხო იცი რომ სიყვარულის ფორმაა, როცა გამალებით ამტკიცებ რომ ვიღაცა მაშინ მოწიწწინე, აი გამაკლია. კაი. აბა მე ვერ მოგსიწკრით მასე. მე სადმოქდა. კარგი. ეხლა გადავიდეთ სერიოზულ თემებზე. კარგი დასაწყისი კი გამოგვივიდა მხიარული, მაგრამ ეხლა გადავიდეთ ნაკლებად სამხიარულ თემებზე. ძიმე პროცესები მიდის ქვეყანაში უკვე რამდენიმე თვეა და საიდან ავიღო ეს სტარტი, აღარც ვიცი რა ვთქვა, რომ აქედან თქო. მე მაინტერესებს ნიკა გვარამია სათხედავს თავის როლს და ხო არ ფიქრობ, რომ ცოტა უფრო მეტი როლი უნდა ქონდეს. ოღონდ ხა არ გითხრა რიგითი ჯარისკაცი ეგეთები არ მიყვარს. სათხედავ ჩემს როლს, მე მგონია რომ იქ ხედავსაც ვარ. რიგითი ჯარისკაცი არ მგონია ჩემი თავი, თუმცა გაჩნია როგორ შევხედავთ ამას. მე ვარ ამ ქვეყნის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. ესე გაირკვა ამას ციფრები არ ყოლოდა. მე ფიქრობ, რომ მარტო ამ პარტიის ამორჩეულთან მუშაობაც უკვე ამბავია. თუ ხედავ ოპოზიციის კონსოლიდებას ერთ-ერთ გამოსავალთა ცხადია რომ ხედავ, ხო? ამისთვის შენ რას აკეთებ კონკრეტულად? სულ პრობლემებია ამ მიმართულებით, ხო? და ეს გარკვეულ ფრუსტრაციას იწვევს, მათ შორის იმ ადამიანებსაც შეიძლება გულანთებული იყოს და ამათ ხო გაახუროს რაღაც შეთანხმება. არ ხედავ ოპოზიციის კონსოლიდირებას როგორც თავარ ამოცანას. არ ხედა. ამოცანას არა. და ამიტომაც არ ხარ კოორდინაციის ნაწილში პრეზიდენტთან. არა, იქ ვიქნებოდი და ვიყავი სულ პირადად თუ წარმომადგენლებით? წოვანე. წარმომადგენლებით იყავი თუ პირადად? არა, პირადად ვიყავი. და წარმომადგენდი კოალიციას. მაგრამ მან სხვა რამე მოხდა რეალურად, იმიტომ რომ პროტესტით კი არ დავტოვე და კარი კი არ გამოვიჯახურე. უბრალოდ რეალობის შეგრძნება დაიკარგა ცოტა თვითონ იქ რა, იმიტომ რომ მე მაინტერესებს რომ ერთობა იმისთვის კი არ შედგეს რომ ერთობა ერქვას. ანუ ერთობა არის ინსტრუმენტი, რომელიც თუ მუშაობს, მაშინ გამართლებულია. თუ არ მუშაობს, მაშინ ხელოვნური და არასაჭიროა და იყოს ჩამოთვლილი მიზნები, რის გამოც აკეთებ. არ თანამშრომლობა რეჟიმთან, ხო? რას გულისხმობს? არ შესვლა არჩევნებში, არ მისვლა კომისიაზე, ასე შემდეგ, ხო? თუ ამას არ თვლი, იმიტომ რომ გეშინია რომ ერთი კონკრეტული აქტორი ყოველთვის ან მეორე კონკრეტული აქტორი ყოველთვის ამის გამო წავა და ამას ერთობა ვერ ერქმევა. მაშინ გვარამია წავა თუ ამას არ და კარგა ეს რეალობის შეგრძნება. და ზოგადად ამ სტრუქტურამ რეალობის შეგრძნება დაკარგა იმასთან რომელშიც ნიკა გვარამია იყო და მაინც ვერ აუხსნას ხებს რა იყო რეალობა და მაინც დაკარგეს. ხდება ხოლმე ესე, იმიტომ რომ იქ ეგოები იყო. ანუ ნიკა შეიძახი რომ კოორდინაცია დღეს შეუძლებელია ოპოზიციურ პარტიებს შორის. მაგას არ ვიძახი, სავსებით შესაძლებელია კვლავ. ეგო კი. არ ვიცი. პოლიტიკაში ყველას ეგო აქვს. ზოგადად წარმატებულ ადამიანებს ეგო აქვს. ამას მე ვერ უზავ. ნარცისიზმი თავია ეს კარვების და რაღაცების იდეა რომ დაგიწუნეს და გაიბუტე. არა, სისულელეა, კაცოებში არ მეწყიდა, ჯერტი არავინ არ დამიწუნა, მე მგონია რომ კარგი იდეა იყო. ვიღაცები გავლენო, ეს ერთი გახარია, გასაგები ხა, ვინც უყურებს ყველა მიხვდა. ლელოსთანაც იყო ხო ეს პრობლემა? კი, არც დაუმალავს და არც მე არ დამიმალავს. მე მგონია რომ მათ პოზიცია საკმაოდ ბუნდოვანია.
ეს უშუალოდ არჩევნებთან დაკავშირებით, ეს თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თუ სხვა რამეებზეც იყო ლელოს პოზიცია? თვითმმართველობასთან დაკავშირებით. ხო, სხვა რამეებზე მოდიოდა. არა, სხვა რამეზე ლელო ძალიან მყარი და მკაფიო. აქაც მიკვირს რომ რამე კითხვის ნიშნები დაისვა გულწრფელად გეტყვით, რომ მე მგონი რომ ძალიან ზედაპირზე არის ის, რომ ადგილობრივ თვითმმართველობა. მაგაზე გადავალთ. კარვებს რაც შეეხებოდა, მე ვთვლიდი რომ ეგ იყო არასწორი ფორმა ბრძოლის და რატო ჩვენ მქონდა წარსულში გამოცდილება, როცა ჩამოიარა მე პოზიტივის კამერა და მე ვამბობდი ეს რაღაცას ვიდეო მქონდა ჩაწერილი, რომ კარვებს თუ დგავთქო. მაშინ ღამის 5 საათზე რომ პოზიტივის კამერა ჩამოივლეს, ერთ კარავში უნდა იყვნენ ნიკა გვარამე და ზურა ჯაფარია ჩახუტებულები თქო, მეორეში გახარია და ეს აუგდე ხა აუგდე. ხო, მეორეში გახარია და ის უნდა იყვნენ ხელი-ხელ ჩაკიდებული თქო, უტრირებ ხა, რა ქვია, ხაზარაძე თქო და ასე შემდეგ და იყავით ათენებით ხამერებს. რამე პოზიტივის კამერასაც არ გადაუხია. არა, მარტო იყავით შენ კამერებში გააკეთე. კი, მე ძაღლებთან ერთად, იმიტომ რომ აი მაშინ ეგ უნდა გავაკეთოთ მეთქი და მე მგონი რომ ამისთვის არ იყავი. კაი, ნიკა გვარამე იყო, მაგრამ ისინი არ იყვნენ ზრად როგორც მინიმუმ. ბევრი იყო, ყოველ დღე ვერ იყო. დღეების მონაცვლეობით გიორგი ვაშაძე მაგას ესეთი ოფიციალურად პორჩისად ვერ ვიგებ რანაირად ახერხებს. ანუ აი ეგ რას ნიშნავს სტამინა. სტამინა. ხო. საბჭოთა დღეს როგორც გავიგეთ, ფლაც ციხისთვის არ ყოფნის ეგ სტამინა. ციხე არ არის მარტო სტამინის საქმე. კაროზე მე გეტყვი ჩემს ასს რა. მე მგონია რომ მე რუსთაველი მგონია პრობლემატური ლოკაცია პროტესტისთვის. მარტო რუსთაველი როა? საერთოდ რუსთაველი მგონია ლოკაციურად პრობლემატური. აი სუფთა იმას კი არ მომბრალოდ განარუსთავის პროვაცია. ანუ გართულებისთვის არ ურთულებს არაფერს ხელისუფლება. რუსთაველი არის 5 თითივით ნასწავლი ლოკაცია ხელისუფლებისთვის. ამათ აქვთ ვაზიანის აეროდრომზე ყოფილზე თუ ბაზაზე თუ ასე შემდეგ ერთ-ერთში მასშტაბით აშენებული რუსთაველი. და წვნებს გადიან რა როგორ უნდა ქნა? და რატო გონია რომ ეგ სასწილოა? რა უნდა წვნების გავლას? ყველა აქცია როცა ერთ ლოკაციაზე ტარდება. მე ვერ გავიგე, არ პირობითად ეგ აქცია რომ ჩატარდეს იმას აღმაშენებლის ხეივანში, ხო რასიზავს ეგ აქცია? მე არ მაქვს ეგ მოსაზრება რომ უნდა ჩატარდეს მარტო აღმაშენებლის ხეივანში. მე მგონია რომ რატო მეგონა პირველი აქცია იყო, სხვა შორის მე ძალიან ვიკაიფე ამ აქციაზე რა დაგეგმოთ ჩვენ იყო და ასე შემდეგ რა. ხა ამას რაზე кайფობს ნიკა გვარელი? კაი მე ამოჭრა ამიშოვა აქ მე მგონი რომ ცენზურა ამოჭრეს და არა კაცო ჩვენ ცენზურა არა მოგაკითხეს ჩვენ ცენზურა არა გვაქვს კოცები ამოჭრია ხო და ნახე ესე ჩადგა ორი მარშრუტკა გახსოვს მოდიოდა ალბათ 1500 კაცი 2000 კაცი მაქს ესე ვაკის პარკიდან ხო ესე ჩადგა ორი მარშრუტკა მივდივართ რუსთაველისკენ ეგ არის გაცხადებული რა უცებ მოუახლოვდით უნივერსიტეტს ვარაზის ხევიდან და იმ ქუჩას რა ქვია საფუძველი კეკელიძიდან ასე ჩამოვიდა ორი მარშრუტკა ჩაკეტა და შემორჩა შეიკრა აქცია და იდგა 5 დღე ესეთი აქცია უნდა ყოფილიყო რამდენიმე ლოკაციაზე რომელიც არის საკვანძო ლოკაცია რომელსაც არ ჭირდება 150,000 კაცი თითოს და არც ჯამში ეს ქალაქი დადგება და რა შეგიშალა ხელს მაგის დაორგანიზებაში იმან რომ ნიკა გვარამეც დისკრედიტებული ფიგურაა და თქვა აქციის ყველა მონაწილეს არ უყვარს აქციის ყველა მონაწილეს რატომ უნდა უყვარდეს ახალ არტისტი ხო ნანი ბრეგვაძე ხო აბა ეხა ნუ გადახვედი მად მე არ მოვიდა ვეთქვი ნიკა რომ ხალხი არ გამოვიდა არჩევნების მეორე დღე ძალიან ბევრი ხალხი გამოვიდა უბრალოდ მე დაიწყო დაკლება და რის სიბრალია ეს რატომ დაიწყო მე კიდევ გეუბნები იმიტომ რომ განვითარების ხაზი ვერ ვაჭერე იგივენაირად მაგიტომაც იკლებს რუსთაველზე ხალხი განვითარების ხაზი რასაც არა აქვს იმას ადამიანი ეჩვევა რუტინა ხდება და რუტინა გარეთ დგომა რო ხდება ბუნებრივია რომ საინტერესოა ეს პატარა შედეგებია მნიშვნელოვანი ამ შენი პოლიტიკური ფიგურობა უნდა გამოიხატოს იმაში რომ აი ეს ხალხი დაარწმუნო დააშანტაჟო გახარიას უთხრა რომ შენზე ამას ვიტყვი იმა არ ვიცი პოლიტიკა რითი მუშაობ მე გახარიას არ მაინტერესებდეს ვიდრე უთხრა შენზე ამას ვიტყვი აი ეს ხა უტრირებულად თქვი მაგრამ გასაგებია იმიტომ ვამბობ ხა თუ ადამიანს ამ ტონალობით ელაპარაკები მასთან ერთად შედეგს ვერ მიაღწევ ისე ელაპარაკები მე მგონი ხანდახან თქვენ არ ლაპარაკობთ ეგ ნომერი გაკ არ დაგარეკინებ მაგრამ ისე რომ გახარე რო რამე იყო და ესე ლაპარაკობთ ხოლმე ერთმანეთში ანუ გარდა იმ შეხვედრების გარდა კარგია ნეტა ლაპარაკობთ რა ვერ გეტყვი რომ ხშირად ვერ ვიგებ რატო არ კომუნიცირებს ხშირად იმიტომ რომ თავის ელექტორატი არის ისეთი რომელსაც ყოფილ ნაცებთანაც და ასე შემდეგ აქვს ალერგია და შენც ხარ ნაცი აღარ არსებობს ეგეთი რამე გეუბნები ნახე ნაცების მეორე არჩევანი იცი რა იყო გაზომვებით გახარია ნაცების მეორე არჩევანი და გახარისტების მეორე არჩევანი იყო ქოცები და მერე ნაცები
ვინ გაზომა რას ნიშნავს გაზომვის მეც რასაკეთებენ პოლიტიკური პარტიები იაგოშვილის იმაზე ამბობ რამეს მათ შორის მაგრამ არა მხოლოდ ჩვენ ხოზომავდით ჩვენთვის შემოხმარებისთვის რატომ თორე ერთიც და მეორეც არის ყოფილი ხელისუფლების პარტია არსებობენ ქვეყანაში ადამიანები ზოგადად ხალხი არა მხოლოდ ამ ქვეყანაში ზოგადად ვინც ყოველთვის არის ხელისუფლებისკენ და თუ მოქმედი ხელისუფლებისკენ არა მაშინ ყოფილი ხელისუფლების ან პოტენციური უსასრულობის ყოფილი ხელისუფლების არა აღიქმებოდა კაი მოდი ბარემ იცი იმას ვიხავ რა შენ რაღაცებში იმის რა ქვია ვალენტობა უფრო მაღალი იყო ნაცების ვიდრე ჩვენი განაცების მისმინე რაღაცებში რომ აი დისტანცირდები ხოლმე ეხა ახსნი რას ვიტყვი რა იგივე აი საარჩევნოსიდან დისტანციდი რაღაც მომენტში პოლიტიკური პროცესებიდან ეხა დაიწყე მედიებში სიარული ეგ ერთი კვირა მანამდე ესე აქტიურად ვერ ხედავდი ხო და მე ეგ ჩავთვალე მაშინ შენ რო თქვი რომ საარჩევნოსიაში არ ვიქნები მე ჩავთვალე რომ სწორი გადაწყვეტილება იყო იმიტომ ისევ აქ მოვდივარ რომ პროპაგანდის მუშაობით თუ შენი შეცდომებით თუ რა ვიცი წარსულით და ასე შემდეგ არ შენ ბუა რა როგორც მიშა არის ბუა ოღონდ მე მგონია რომ შენ ხვდები ბუა ვარ თუ ბუად გამომიყენებენ მნიშვნელობა არ აქვს ბუას პოტენციალი მაქვს მოდი ასე ხო და ამიტომ დისტანცირდები ხოლმე ხო მაგიტო იყო კი დისტანცირდები ეხა დისტანცირდები აი სხვა გამოვიყენოთ ხო პირველი ნომერი შემეძლო ყოფილიყო რატო არ ვიყავი ჯერერთი გულწრფელად გეტყვი ჩემი ინტერესი არის განსხვავებული მე პარტიას ახალი დავარქვია თქვენ რომ ჩაყვეთ ეხა სიას და ის ხალხი იქ ხო ნუ მოდი ასე ვთქვა ხო არავისთვის საიდუმლო არ არის კვოტირებულია თითო ლიდერს თავისი რაღაცა კვოტა აქვს ვის ჩაწერს ამ სიაში ვერც ერთ ადამიანს ვერ იპოვით ვინც პოლიტიკაში ოდესმე ყოფილა ჩემს მიერ ჩაწერილებში აი თუ გინდა ამოვიღოთ გავყვები გეტყვით რომ ეს ჩემი გუნდია ეგ ხალხი კონკრეტულად ყველას თავისი არჩევანი ქონდა კი არ ვიცი რომ სხვა არჩევანი წუნდია მე სხვა ამოცანა მქონდა როცა ვაკეთებდი პარტიას ჩემ მათაობამ უფრო მაღალ საბჭოთა კავშირში დამოუკიდებლობა მარტივად მე ესე ვეცახი ამ ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანეს ოღონდ სხვანაირმა ხალხმა ეროვნულმა მოძრაობამ ხო ნუ მეც ასე მგონია რომ საფრთხე უკეთესი იყო მაპატიეთ თუ ესე ამბობ აი თავდაბლობის გამო რაზე არიან საერთოდ რისი მზაობა და რისი შესაძლებლობები აქვს ჩემი თაობის და უფრო მაღალი თაობის პოლიტიკოსებს ეს არ გამოიყურება კარგად ჩემი ჩათვლით კიდევ ერთხელ მე შეიძლება სხვაზე მეტი შემეძლოს ან ესე მეგონოს მაგრამ მე ხა მსჯელობ გენერაციებს ხო თაობაზე მსჯელობ რა შეუძლია ახსოვს მე სახელის დაგვარებს ეხა არ ვიტყვი იმიტომ რომ არ მინდა თქმა ხალხი რომელიც პოლიტიკოსების რეიტინგში იყვნენ ხოლმე ზემოთ იყვნენ ხოლმე ზემოთ რეიტინგში და ხმას იღებდნენ 1%-საც არა ბაქრაძეზე იძახეს ბაქრაძეზე საუბარი არ გაღიზიანება ყველასი ანუ ყველასთვის მეტნაკლებად მიმღები ტიპი მისაღები რო ხარ ენიშ რომ ვერავის ხმას ვერ ვიიღებ შენზე დისკრედიტებული ფიგურა ვინმე ეხა უცბად რო გავიხსენო ოპოზიციაში არის ჩემ თავ დისკრედიტებული შენ მეუბნები by default გონია რომ გეთახმები გეტყვი არგუმენტს თუ გინდა რამდენიც გინდა მითხარ თუ მე არ მგონია ეხა შენი არგუმენტი ჩემ თავზე რადაირად დამარცხდა ხო და მათ შორის პროპაგანდის მუშაობის შედეგი ეს გარკვეულწილად ხა მარტო ყველაფერი ნიკა გვარამესბრალია ნიკა გვარამესბრალიაც არის იცი ეყოფა და გადავახა ირაკლი მაგაზე მაგრამ რას მაშინება მირაკლით წარსულზე მინდა რომ ეს გადავიდეს უფრო კარგად იცის და იმიტომ კი არ გაშინე ხოცების ბაბში რომ ესეთი გაშავებული ყავთ ნუ ეხლა მიშას აფრთხობელას ვეძახე ხოცების ბაბში დისკრედიტირებული კი არა ვარ ხოცებს შემეშინიათ კარგი ეხლა ამიტომ აშავებენ ყველაზე მეტ რა კარგია რა აბაბის უფრო ეშინია კაი ეხლა შენ მითხარი სწორია კიდე გახარიაში ეშინათ იმ კუთხით რომ იმას აქვს პოტენციალი რომ დააკარგვინოს მომხრეები შენ არ თუ რამე არ ახასიათებთ ხოცებს გახარიას არ ეშინიათ არა მეგეუბნები რა კონტექსტში ნახე რომ იმას ვინმეს თუ აქვს შანსი რომ დააკარგვინოს მითია ეგ თქო ამ ეს არის შენი მოსაზრება მითი არაფრით ეს არ დასტურდება აი არ არის გახარია ხოცობის მეტადობის პროგრამა რა სისულელეა ხოცობის არა ეს უკვე შეგადახვედი გახარიას ახლა იმაზე გადაკატავებაზე მე ესე არ ფიქრობ სხვა რამეს გეუბნები ეგ არის მითი რომ soft კოდში მოდის გახარიასთან არ არსებობს ეგეთი რამე შეიძლება მოვიდეს ეგეთი კოდში შეიძლება სულა ეგეთი კოდში გახარიასთანაც მისულა იმას კი არ ვიცი რომ არ მიდის ეგეთი განსაკუთრებული ჩემთანაც მოსულა პირველ მეორე ადგილზე ლელოსთანაც მისულა და იმას აკეთებდა და მივიდა ნიკასთან არ ხმა მომცა გაზომებს ვლაპარაკობ თორე ოფისში მოვიდა და შენთან ვიქნებიო კი არ მითხრა აი ხა ვიღაცა მოვიდა და ხმა მოქცა ეგ არ განზოგადა რა კლუბები გაქვს მე გამომიგზავნე ერთი პაბლიკ არ არის არ არის პაბლიკ რო იყოს გამოვაქვეყნებდი ხა აი სიტყვაზე ვიდეოებიც არაჩვენებს მაგ ციფრებს იაგო კაჭკაჭიშვილზე ლაპარაკი იმას არ ეგონო კიდე აღარ შემოგვივარდნენ იაგოსები არ იმაზე არ ლაპარაკებ თუ იაგო ახსენე ამ პირობებში გულისხმობ იაგო კაჭკაჭიშვილს
გაჯიშოს. თუ არ მკითხე სპეციფიკურად რა თქმა უნდა. ახლა პროსტაბულაცია რო კეთდება ხუცის და იმის რა ქვია გახარიას ხმა არ აჯდება ეგრე პარალელურად ერთმანეთს ხო მაგას გეუბნები შეიძლება სხვაზე მეტი კონდეს მაგრამ ძალიან მინიმალურად ის ხუცები გონი მართლა დებილები არიან რანაირად მოწახვიდე გვარამიასთან თუ მთელი ცხოვრება ქოცი იყავი და გვარამიასთან ზღავდი და მიშასთან ზღავდი მიშე ქოცობა იმას არ და მთელი არჩევნებში თუ შემოხაზე 51 იმის წინ არჩევნებში არ ნიშნავს რომ ქოცი ხარ ჩემთვის ნიშნავს კაი არ მაინტერესებს ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით რა არის რატომ გადაწყვით რატომ არ გახდით ციხიდან გამოსვლის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე და რატომ გააკეთეთ ცალკე პარტია ბევრი რამის გამო მგონია რომ სისტემურად გამომართავი მექანიზმია და მისგან ახლის შექმნა სჭირდება სრული განმუხტვა პარტიული სისტემის ნაციონალური მოძრაობის და ხელახლა აშენება ამისთვის მსაუბრა ნაციონალურ მოძრაობას არ ქონია და არც მალავ ამას და არც მათ დაუმალავს და ეს მათი არჩევანია ჩემი ვერ იქნება მოძრაობაში ვინმეს რამე ჭკუა მოეკითხება სააკაშვილის გარეშე იმათ არ ქონიათ მაგას არ ქონია მაგას არ ვაცადოთ რა პასუხი მაგას ხომ მნიშვნელობა არა აქ ნუ გეუბნები როგორც არის ხო ეგ მე შეგიძლია მკითხე მაგრამ როცა წმენა არა გაქვს და შენ თვითონ არ გჯერა რომ აქეთ არამე გამოვა მაშინ ცუდი კაცი ხარ თუ ამას ხელში იღებ რა ან ლუზერი ხარ ნიკა ხო არისო ეს იმ ესე ვთქვათ შაუბნელი წარსულისგან გამიჯნა და შენი ცალკე ფორმირება ახალი ესე ვთქვათ ხედვა არა ვარ შეხოიცი ეგრე ჩამოყალიბებული რომ ეგეთი პოზიცია რომ შაუბნელი წარსული მე მეოჩენა ნაცმოძრაობა იყო არა მე იმის სკოლის ხო ყველაზე კარგი ხელისუფლება რა შეცდომებიც იყო იმ შეცდომებზე მიმიღია მონაწილეობა ახლა ქვეყანაში რო აღარ ვიყავი და პოლიტიკაში არ ვიყავი იმაზე ნამდვილად ვერ ვაგებ პასუხს მაგრამ ხელისუფლების ნაწილი თუ ვიყავი იმაზე პასუხისმგებლობა ხო რაღაცნაირად ჩემზეც არის გადმონაწილეებული ირიბი თუ პირდა არა ხო ეხლა გირგვლიანი საქმესთან მე შეხება არ მქონია მაგრამ მე მიმაჩნია რომ ჩემი ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო შემეძლო მეტი გამოკეთება შემეძლო მაგალითად მეყვირა უფრო მეტი ხო როცა რაღაცა შენ გენერალ-პროკურორის პირველი მოადგილე იყო იუსტიციის მინისტრი იყავი დეპუტატი იყავი ანუ ფიგურა იყავი ნაციონალურ მოძრაობაში ეგრე არ არის რომ ხო არც მაშინ არ ვიყავ რიგით ჯარისკაცს ამიტომ ეხა იმაზე ლაპარაკი რომ არაფერ რაც გავაკეთე ყველაფერი მე მიმაჩნია რომ კარგი გაკეთებული მაქვს ბევრი და ძალიან მნიშვნელოვანი მაგრამ ისტორია კი არა ხელისუფლების კარგს არ იმახსოვს ისტორიაც კი თუ ახლა რაღაცა ნიკოლ წმინდას არ ააშენებ ხო ადამიანები ხო არ ვიცი ადამიანები ზოგადად და სწორია ეს იმახსოვრებენ უფრო მეტად შეცდომ ან ნეგატიური უფრო გადამდებიც არის დასამახსოვრებელიც არის შესამჩნევიც არ შეიძლება ადამიანებს მაგაზე ეჭიდაო რომ იცი მე ეს გაგიკეთე და კაი რა ერთი ის რანაირად ვერ გადამიხარში ეგეთია ადამიანური ადამიანის უფლებები სასამართლოს ესე ვთქვათ კლანჭებში ჩაგდება რა ვიყო ყველა ძირითადი უფლებების დარღვევა რომელზეც ახლა ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებთ რეალურად თქვენი მმართველობის დროს დაიწყო როგორ უნდა დაიწყოს მაინც ნუ ხო დაიწყო არა მე სისტემურად ესე ანუ სასამართლო მაინც ესე ვთქვათ ადეიშ შეიძლება პირდაპირ გითხრა კატასტროფა იყო მანამდეც ეხლაც ჩვენ დროსაც ეხლა უბედურება ეხლა რო ურჩხული ეგეთ აი დავალთავე ვიკა ბოდიში და როგორ უნდა გედოთ თქვენ ხალხი როცა აკრიტიკებთ ივანიშვილს როცა იგივე სისტემას თქვენ ესე ვთქვათ აშენებთ აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვა და ეს ჩვენი ამოცანაა რომ ადამიანები მიუხედავად ამისა გვენდონ მაგრამ შეხედე იქ გახარია რომელსაც იგივე პრობლემა ჰქონდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩვენ ნაცები თუმცა გახარიას არ ეკუთვნოდა სასამართლო ესე ვთქვათ მისი ფუნქცია არ იყო სასამართლოს დანიშნა არც ნიკამელიას ეკუთვნოდა არც ელენ ხოშტარიას და არც ზურა ჯაფარიძეს ხო მაშინ ჩემს ხალხზე უნდა ვაპარაკო ხო შედიყავი იუსტიციის მინისტრი ესე თუ უნდობლობა დაკავშირებულია იმასთან რომ მე იუსტიციის მინისტრი ვიყავი სხვა ლიდერებმა ყოფილი ხელისუფლება მაშინ ხელისუფლებაში ვერ მოვა თუ მან არ აღიარა შეცდომები მაგრამ არცალდა ადამიანების გადარწმუნება რომ ის მეტი ამას აღარ გააკეთებს ერთი ანუ მოკეთ შეცდომები დაუშვითო მაგრამ აღარ ვიზავთ ხალხო ძალიან მარტივად შევაჯამოთ მე მგონი ეგრე ცხოვრობს ყველა ადამიანი ამ პრინციპით მე იმ პრინციპით ცხოვრობ რომ ნაკლები შეცდომა დაუშვათ ყველა მაგ პრინციპით ცხოვრობს მაგრამ მეორე ნაწილი მანდ მეორე ნაბიჯი მოდის ის რომ შეცდომის აღიარება უნდა შეგეძლოს და მესამე შეცდომის ჰუმანუმ ეს თუ როგორ არის ჰუმანუმ ეს თუ რაღაცა შეცდომა არის ადამიანის უფროსი
კი. მე პირადად მაქვს გამოცდილი რა მდგომარეობა იყო მაგ დროს ციხეებში, მე პირადად ვიცი, ესე ვთქვათ, ციხის სამავტყოფოებში, ჩვეულებრივ ციხეებში რა მდგომარეობა იყო და სწორედ მაშინ გაიხსნა გლანის ციხე, მაშინ დაიწყო ესე ვთქვათ ხალხის ჩემ დროს აშენდა. ხო, აშენდა და გატარებები ხალხის კორიდორებში წამებები და ასე შემდეგ. შენ როგორც მისი კურატორი, რა ესე ვთქვათ პასუხისმგებლობა იყო შენი დავამატებ, შენ არ გაგიგია რომ შედიოდა იქ თვრალი ახალაია და იმებს რო აწყობდა? არასდროს არ გაგიგია? არ პატიმრები რო ყვებიან ყველას დაესიზმრა. ანუ თვრალი ახალაი შედიოდა რა იქ ცხოვრობდა კაცო მინისტრობის დროს გამიგია თუ არა. ჩემ დროს სახალხო დამცველი იყო სოზარ სუბარი. ანუ შეიძლება ხდებოდა, მაგრამ შენ არ გაგიგია? კრიტიკული სოზარ სუბარი. შეიძლება შენ შედიოდი იქ და მე არ გამიგია, ხა ეგეთ შეკითხვას მისვავ. მე ჩვეულებრივი ამბავი არ არის. გამიგია თუ არ გამიგია თქო, გეუბნები. 2007 წლის მეორე ნახევრიდან 2008 წლის ბოლომდე ვიყავი. მერე გაიგე თუ ეხას არ გაგიგია დღემდე? არა, მერე გავიგე, კი, მერე და დაიჯერე თუ ეხას არ გჯერა? შენ იმას თუ მეკითხები, ციხეში პრობლემები იყო თუ არა, ეგ გამიგია? პრობლემები იყო, არ გეკითხები, პრობლემები იყო თუ არა, ეგ გამიგია? აი ახალაები რო შედიოდნენ იქ თვრალები და ვიღაცებს რო შეურაცხყოფით ერთო. ახალაია, ბოდიშ, კაი, ერთ რომელი იყო. არა, შედიოდა იქ ცხოვრობდა ახალაია. და აი რო ერთობოდნენ პატიმრების დამცირებით ეს რო გაიგე შენ სოზარ სუბარ კიდე ერთხელ გეუბნებით. სოზარ სუბარი იყო ჩემ დროს ახალხო დამცველი. სოზარ სუბარში მარცონდა, შენ უნდა გწოდნოდა. არა, მე საიდან დამცველი? მე გავხდი სოზარი მანამდე იყო ახალხო დამცველი, ვიდრე მე გავხდებოდი იუსტიციის მინისტრი. იუსტიციის მინისტრი 2008-ში გახდა იუსტიციის მინისტრი. 2005 წლიდან იყო ბაჩო, მე ახლა ბაჩოს კი არ ვემინჯნები ამით. სხვა რამის მოყოლა მინდა. ჯერტი რა კადრებიც აჩვენეს, როცა კოცებმა გაიმარჯვეს, აი მნიშვნელოვანი კადრებით, ციხის კადრებით. მაშინ ბაჩანა ახალაია მინისტრიც არ იყო, კი. ის სხვა არ მყოფი. მაგრამ გადაღებები ანუ ეგ მდგომარეობა იყო ადრეც. არ ყამათოთ მაგაზე. მე პირიქით, მე ვიცი ციხეში ცუდი მდგომარეობა რას ნიშნავს. და იცი საიდან ვიცი, მე თვითონ რო ვიჯექი ციხეში, მაშინ წარმოვიდგინე რომ ეს რომ მომხდარიყო, მე რა შეიძლება დამეწმუნე დასვენება იყო ის რაც ეხა არის იმასთან შედარებით რაც იყო. აი მაგალითად აი მოკლედ გეტყვი. აი ამ ხელა ოთახში 100 კაცი ვიჯექით. 100 კაცის ჯდომა 4 საათი ეძინა ადამიანს ერთ ლოგინზე. მთელი 24 საათი. მე დავანგრიე სპორტში. ურთაჭალა. მე ვიყავი ბოლო პატიმარი მაგის. მე დავანგრიე ციხე და მივხვდი რომ იქ რო არ დავანგრიე არასდროს არ და აშენა დანის ციხე. ესე მაგაზე იძახე ნაციონალურმა მოძრაობამ თავისი დანაშაულები დაბალა მაგ ციხის აფეთქებითო ეს დანაშაულები გვამები ჩაიმარხე. კარგი ხა ყველაფერი ხო არ შეიძლება რა თქმა უნდა ციხე იყო უმძიმეს პრობლემა ნაცნობების და სასამართლო პროკურატურაზე გაცილებთ მეტი ორივე მაგრამ ნახე სასამართლო ერთი საკითხია და კატასტროფა სიმართლეს რო ვერ ამტკიცებ მაგრამ როგორც ის ხმა როგორ მიეცინი როგორ გუშინ თქვი ეთერში რომ მე მივეციო ხმაო თავიდან აი არ უსმინა კარგად ეს აბა გისმენ მაშინაც წინააღმდეგ მივეცი ხმა როცა დაბლანიშნავდნენ და მე აღარ ვიყავის არათუ პოლიტიკაში საქართველოს თქვენი მოყალილი თქვენი ხო მოყალილი ხო არის მურუსიძე ჩიჩალაძე შედროს ეხა შენ ადეიშვილის მოადგილე იყავი ურეკავდი თუ არა მოსამართლეს მაიცი არასდროს აბა როგორ იქებდნენ გადაწყვეტილებას სამივე შულს ვიცავ მე არასდროს არც ერთ მოსამართლესთან არც ერთ სისხლის სამართლის საკითხი ისე იყო დალაგებული რომ უთქმელადაც ასულდა რა რამეს დარეკვა არის ზავდე და თუ დავადოთ რას უზავდე რა შეც მეკითხები აი დღეს რასაც შეგვიერთდი მე ასკინდა თქო არა შენ ვანომერაბიშვილი გააკრიტიკე გუშინ გირგულიანის თემასთან დაკავშირებით რა მე მაინტერესებს ახლა ის სააკაშვილმა არ იცოდაო რა არ იცოდა მთელი ქვეყანა ფეხზე იდგა და სააკაშვილმა არ იცოდა მაინდა-მაინც სხვა რამეს ვამბობთ გირგულიანის ამბავი რა თავიდან იქაც ვკითხეს ბელადმა არ იცოდეს ამბობ და არ ვამბობ მე ბელადმა არ იცოდეს მე ვიცი სააკაშვილმა ბიზინამ რო რაღაცები არ იცის ხო იცი იმამდე რო არ მიდის ეგ შეიძლება რაღაც არ იცის მაგრამ სააკაშვილთან დაკავშირებით მე ის ანუ შენი არა ეგ არ მაინტერესებს ნიკა შენი მოსაზრება რა არის გირგულიანის кейსი ეს როგორ დაუშვით რო ეგ მოხდა რა და როგორ არ დასაჯეთ როგორ არ დაიჭირეთ იმედი სიუჟეტამდე გიორგი თარგამაძის სიუჟეტამდე და იმედი სიუჟეტის მერეც ხო შეიძლება რაღაცა შეიჭვეგეპარებოდეს იცოდა იმედენად არასრული ინფორმაცია რომ ჩვენ რო ვილაპარაკეთ პირველად რომ ანუ მოაწყვეს თავისებმა დეტალებში ხო რა არის ამაში გაუგებარი ვინ როგორ გონია ძალოვანმა მინისტრი ვისაც მოხდა ეგ ამბავი ჩვენ რო ამას ვილაპარაკეთ მე კიდე რამდენიმე ადამიანი ელაპარაკა ეჭვი მაქვს მაგრამ მე დაიწყო გამოთვლა იმისი ვინ უთხრა სააკაშვილს
ჩვენ არაფორმალურ ვითარებაში ვილაპარაკეთ ამას. ვინ უთხრა სააკაშვილს რა? საიდან გაიგო ასე დეტალურად? ეგ ინფორმაცია დაიწყო ამის დათვლა, იქიდან დაიწყო ჩვენი საიდან გაიგებდა? ცუდი ურთიერთობები. მოიცა სიუჟეტში თქვა ეს რომ მერაბიშვილის ცოლთან მივიდა მაგიდაზეო ისაო და ბუნებრივია რომ მერაბიშვილს კითხავდა რა მოხდაო სააკაშვილი რა გაგება მაგას უნდა და ვინ უთხრა? და მე ვთხარი თქო გეუბნები რომ მერაბიშვილს კითხავდა. შენ უთხარ? მე გავმაზე რაღაცა მოიცა ერთზე. მე გავმაზე. შენ უთხარი ეგ ყველაფერი, მაგრამ ბაში ვინ მოთქვა? კიდე რამდენიმე ადამიანმაც. ნუ აქ ყველა ფიგურანტი შენ რა უთხარი? მას ბარი თქვი რა უთხარი? ჩვენ დავიწყეთ მიშასთან იმის განხილვა რომ დეტალურად ცალო მიშამ როცა ეს გაიგო შეთხოვდი თუ არა გადადგომას მერაბიშვილისას როგორ შეიძლება ეს არ ითხოვო არა მე ისიც კი არ მის როგორ შეიძლება თვითონ არ გადადგე როცა ეს რამე ხდება საერთოდ კავშირი რო არ ქონდეს ამ ყველაფერთან ნახე აი ეხა მაგას პირველად აბსოლუტურად არა გუშინ მოხდა სხვა დროს არ გინახავთ ჩვენ ტელევიზიაში ჩემ ინტერვიუ ვარო მერაბიშვილთან უშინდე პოდკასტი მე მაგ ნანახი ხო ნუ იქაც იკვეთება ეგ ამბავი ვაროს აი საქმეები გაკეთებული აქვს, მაგრამ ცუდ საქმეებიც გაკეთებული. ადეიშუთა რა ურთიერთობა გაქვს იქ? ნუ ეხლა პრაქტიკულად არა, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც დაპირისპირებული ურთიერთობა კი არ გვაქვს, უბრალოდ ისე მოხდა, რომ სხვაგან ცხოვრობს მე აქ, მაგრამ ადეიშულს და მერაბიშვილს მე ერთმანეთს ვერ შევადარებ. ანუ რითი განაცხადება? უარესია ბევრად მერაბიშვილიო. შენ ნუ მცემ პასუხებს. ესე პირდაპირ არ გეტყოდა და იმ განუზომლად ბევრად თუ გაინტერესებს. აი, კარბ არისო ხერი რამენიკა. შენ იმედი გააჩერე და მე ორჯერ დაგიხურეს და გაგაჩერეს და გადავიდეთ მე გავაჩერე თუ არა აბა მაჩერეთ გავაჩერე იმედი სამთვიანი შეჩერება ესე ვთქვათ მაუწყებლობის უახდინე თუ არა აი მოდი ესე ვთქვათ ვინ გადაწყვიტა რომ ერთი აი ესენი პატარკაშვილს რამდენს ვაბალტავთ მოდი ერთი ჩაუჩაკუჩოთ თავში აი ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება ანუ მარტო მიიღე გადაწყვეტილება ტრიალებას ხო, აი ეხა გიხვეწები ერთი შალვარამიშვილის რო იჭერდით იმ ბრალდებებით და მეორე შალვანათელაშვილს. მე მაგას თალკე უნდა მითხრა, მაქსი გიგებს, ვინი გონებდა, აი რამ გათქმევინათ ეგ. ბერძენიშვილი რო რუსეთის აგენტი იყო. აი მაგას დავასრულო. ხო, დავასრულე და გადა. მაცლი ახლა, ხო იცი, რაღაცებს რეგულაციებას გავუკეთებ და მე ისე მოხდება რომ არ გეტყვი, ბევრი ლაპარაკებ და ნახე იცის. რა ვიცი, ამან თუ არ იცის ვინ გადასება მე. ამან თუ არ იცის ვინ იცის, ხო, მიდი საიდან დავიწყოთ. წყალი მოუტანეთ უკვე ნერვი ულობს ძალიან. ეს ანონსისთვის გამოგოდგება, ანონსისთვის გამოგოდგება. იმიტომ ბარამია მაგრად გავაანერვიული. არა, გარგავჩები. არა, არ მანერვიული ერთ, მაგრამ სტული ინტერვიუა. ხო, კაია. კაია, ბოლოში რო გავალთ, უნდა თქო რომ ლუკიანთან მისულიყავი, ამასთან მისული. არა, ვერაფერს ვერ იზავთ აქ, რო ეგ თქვა. აი. სად გავჩერდით? იმაზე ვიყავით. დამოვიწყდა. აი გადაგვატაინა ყურადღება და დამოვიწყდა. ხედავ წყალი მოუნდა უცბად ისა და ეს არის სუხრიკები. იმედის кейსი და როგორი შეიძლება იყოს რომ იგივე გაუკეთეს და მეორე მხარეს აღმოჩნდი და აქეთ დაგიხურეს მე გადაცა. ნუ შენ ესე პირდაპირ არ იყო, მაგრამ შენი წვლილი მაგეთი მეძე. ნოემბრი და ნოემბერი და ასე შემდეგ. არასოდეს არანაირი ის არა მაქვს. შენ მონაწილეობდი იქ კომპიუტერი მოიტანეთ რა. და ეხა უნდა ვნახო ნოემბრიდან უნდა ვაჩვენო არ არის შენ ინტერვიუ არ არის ნოემბრიდან ნოემბერში ის არის პატარკაჩვილის საქმე იქ ეს სხვა кейსია აბსოლუტურად პატარკაჩვილის кейსია მოთხრობილი აი უფრო საინტერესო ნოემბრიდან ნოემბრამდე მე თვითონ ვნახე ტელევიზიით კაი და არა მე მაგაში პრობლემას ვერ ვხედავ ვინ მიიღო აი ხა მოდი გახარიას ვაჩვენოთ როგორ დეტალებში უნდა მოყვეს 20 ივნისზე აი ეს დეტალებში უნდა მოგვიყვეთ ვინ მიიღო იმედის დარბევის გადაწყვეტილება იმედის დარბევის გადაწყვეტილება მიიღო ვერ მიიღებდა პროკურატურა ჯერ აქედან და ინსტიტუციურად არც მიშა ვერ მიიღებდა მიშა დაგაცვევინა რა რა შეიძლება დაცვა რაზეც არ უნდა არაფერზე მიშა როგორ არიგებდა გადაწყვეტილებას ვინ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება სპეცნაზის შესვლაზე სპეცნაზის შესვლაზე ნაქვია შინაგან საქმეთა მინისტრმა რომელიც ესეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას აუცილებლად შეუთანხმოს პრეზიდენტს საპრეზიდენტო სახელმწიფოში ანუ მიშა მიიღო შენი აზრით მიშა გამოდის ის იყო ის რო იყო თქვი ხა ყველაფრიდან ეს ფიგურალური პრეზიდენტი ყველაფრისგან ეგ გამოიტანა ხა მაგრამ შენ რომ მიშაზე ლაპარაკობ იგივე ვილაპარაკობ ეს და მე ვილაპარაკებ იმას როგორც აი ვინ მიიღო მერაბიშვილმა მიიღო ისე რომ არავის არ ეკითხა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურაში ეს არ შედიოდა მოგიხსენება აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ამ საკითხზე მათ შორის სახელმწიფოს იმაზე გადაჭარბებაზე საზოგადოება შევახსენებ რა საფუძველით შევიდნენ იმედში პატარკაშვილმა თქვა ესეთი ფრაზა არა პატარკაშვილმა თქვა ესეთი ფრაზა რომ მე ჩემს სრულ რესურსს მოვახმარ ამ ხელისუფლების გაშვებასო და ეს სრული რესურსი ჩაითვალა იმედიც არც ეგრე არ არის იმიტომ რომ იყო მოწოდებები მათ შორის
ყალბი მოწოდებების კი არ ვამართლებ, არ საიდან იყო შესვლა, არც ერთ ტელევიზიიდან? შემთხვევაში, არა, მე გეუბნები რა ეწერა მოთხოვნაში. რომ იყო ყალბი მოწოდება, რომ აიღეს სამების ტაძარი, იყო კი, სამების ტაძარი, ხო და მაგი იყო თავარი ესე რა თქვა. თქმა უნდა, მანიპულაცია იყო ტელევიზიის მხრიდან, მაგრამ ტელევიზიის მხრიდან მანიპულაციების გამო ტელევიზიები არც ირბევა მით უმეტეს და არც იხურა. მაგ გადაწყვეტილებებს ესე იღებდა ვანო მერაბიშვილო ტელევიზიაში რაღაცა თქვეს და მოდი ესენი რაღაცა ვანო მერაბიშვილი თვალში გეპატარავება. მე მიშას მიპატარავებ ახლა შენ თვალში მიშა გედიდება თვალში, ოღონდ ნეგატიური კუთხით. ხო. და ვანო მერაბიშვილი გეპატარავება. ანუ შენ ახლა გიცდილობ რომ მერაბიშვილი უფრო ცუდ ტიპად წარმოვიდგინო არ მე ყველაფერი აკიდოს მერაბიშვილს მაგასტილო. ხო, რო მერაბიშვილი დაიბარონ უკრაინიდან. რას სულელეს მეუბნებოდაც. შენ ხო მკითხე ვინ გასცა ბრძანება იმედის დარბევაზე? მიიღო გადაწყვეტილება რომ იმედს იმედში შევიდე. მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეხო პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. ეგ არ იყო იმისა. რაც ვიცი ის ხო გაინტერესებს. გინდა რომ მოვიგონო? ეგ არიცი ვინ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება? როგორ პასუხობ არ ახარ კმაყოფილი. კაცი პროკურორის მოადგილე იყო, როგორ გეტყვის ახლა სხვა. ცალსახად მეუბნები როგორ მიიღო მერაბიშვილმა და მიშამ გაიგო ტელევიზორიდან? ერთი აი მე მიშას არ მოვეშვებია. ერთი და იგივეა. როგორ გაიგო მიშა მაშინ ეგ მითხარი. აი და ყოფილვარ იქ სადაც გაიგო, მაგრამ რა თქმა უნდა გაიგო. შენ თუ გაინტერესებს გადაწყვეტილება შეუთანხმდებოდა თუ არა პრეზიდენტს? მე ვარაუდობ რომ გამორიცხულია რომ ეგრე არ ყოფილიყო. აბა მაგას ვიძახი ამდენი ხანი. არა, შენ მეკითხები ვინ მიიღო? გინდა რომ გითხრა როგორც ფაქტი. შეუთანხმდება ნიშნავს რომ მიშა თუ იყო და არ ქნა თუ არ იზავდა ვანო ხო? ეგ შენი ვარაუდია და მე შემიძლია ჩემი ვარაუდით მაინც იზავდა? არა. არა. ჩემი აზრით არის. აბა მაინც სწორი გამოვიდი მე? არა, სწორი არ გამოხვედი. მიშას რო არის, მიშას რო ეთქვა იმედის და პასუხე ისე როგორც მიშას რო ეთქვა იმედის დარბევაზე უარი, იმედი არ იქნებოდა დარბეული მაშინ. ეს არის ლოგიკა. ღრმად ვარ ამაში დარწმუნებული, მაგრამ თუ მივხედავთ იმას კანონის მიერ საფუძველი ქონდა თუ არა, ქონდა. მაგრამ ყველაფერი კანონიერი არ არის, ყველაფერი სწორი. სხვა მეც ეცა, კაი, არ ჩავთვლი ვაპრავებ დარღვევას. უბრალოდ მითხარი რა იყო საფუძველი იმის გარდა რაც მე ვთქვი. დარღვევა არ ყოფილა სამართლებრივი. სხვა რამეს ვამბობ. ყველაფერი რაც სამართლებრივად სწორია. არ არის მორალურად სწორი, გასაგებია. არა მხოლოდ მორალურად. არ არის სამართლიანი არც პოლიტიკურად და არც სამართლებრივად. შეიძლება სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც იყოს არა მხოლოდ არასწორი, არამედ დამანგრეველი. თორე იურიდიული გამართულობით ადამიანები დაუსჯერათ სიკვდილით. ამიტომ იურიდიული გამართულობა არ არის კრიტერიუმი, რომელიც ერთადერთია გადაწყვეტილებაზე სამსჯელად. აი, იმიტომ წავედი პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე. ჩემს აზრს გეუბნები. და იურიდიული არგუმენტი რა იყო? იმის გარდა რაც მე ვთქვი, მე ესე მახსოვს. რომ პატარკაშვილმა თქვა, ჩემს თელ რესურსს მოვახმარ. პატარკაშვილის საქმე იყო სახელმწიფო გადატრიალების საქმე და ბადრი პატარკაშვილი აწყობდა სახელმწიფო გადატრიალებას. ამაში ვარ როგორც ჩვენ ხედავ ისე დარწმუნებული. ის სამხედრო კომპონენტი იყო რამე? და ის რომ უნდა მოეკლათ, როგორ არის ამბავი? ვინ? ვანო მერაბიშვილი კოდვას ჩანაწერი არა ხო? შენ ეგ ჩემი დამონტაჟებული გონია. ვანო მერაბიშვილი უნდა მოეკლათ იმას, მაგრამ იმედის დარბევა რა თქმა უნდა, მაი ბადრი დაგეჭირათ, კაცო. ბადრი ერთი წამით. ბადრი ჟურნალისტები მუშაობდნენ. კოდვამ ჩვენ ხო ლაპარაკობთ იმაზე რა საქმე იყო. გეუბნები, ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების საქმე. რომლის მთავარი ფიგურანტი იყო ბადრი პატარკაშვილი. რომლის მთავარი იარაღი იყო იმედი. მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილება იმედთან დაკავშირებით ესე მოქმედების იყო კატასტროფულად არასწორი. ხო, კაი. ჩემი პოზიცია რა იყო ისე შემიძლია გითხრათ. თუ მედია წარმოადგენდა საშიშროებას, ნებისმიერი მედია, მაშინ შენ არ გქონდა მაშინ იმდენი წონა რომ გეთქვა რომ რასაკეთებთ ბიჭო? არა, რასაკეთებთ ბიჭოზე იყო ლაპარაკი და არა მარტო მე მithქვამს ეს, ბევრმა ადამიანმა თქვა. აი. ჩემი პოზიცია იყო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. 2-3 დღით თუ სიტუაცია იყო ამგვარი, რომ სახელმწიფო გადატრიალება უნდა ჩაცხრეს ყველაფერი და მათ შორის მედია ქმნის პრობლემას. საგანგებო მდგომარეობა ჩაცხრობდა მაშინ სიტუაციას? თუ არის ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების რისკი, ეს უფრო მართლმსაჯულიანი გადაწყვეტილება მგონია, ვიდრე ტელეკომპანიაში შესვლა სპეცრაზმით და მისი დარბე. არა, მაგარ შორის ახლა ჩვენ ხო ვიცით რომ ესეთი ამბავი იყო. მაგარ შორის კი. ნახეთ ან შერჩევითობის ფორმა და მე რა მოხდა? კაი, გასაგებ. არა, აღარ იმედს ამბავი უნდა მოვყვა ახლა. აი. არა, რაც როგორც მოხდა. რომ შევიდა სპეცრაზზე, ხა გავიგეთ რომ შევიდა სპეცრაზზე, შემდეგ და გამორთეს იმედი ანციდან. მირეკავ ჩემწორი. ხო რა იყო მეთქი და რა ტელევიზიას არბებთო? შეიძლება მოიტანებთ. უკვე ცოლი იყო ნიკა? კი.
აგერ ვუყურებ პირდაპირ ეთერში. შენ არ იცი პირდაპირ ეთერში ვუყურებ. დედასვიცა. როგორ არა, კი ვიცოდი კაცო რომ ძალიან იყო გაცემული, ახლა მართლა ის ხო არ ვიყავი, რა ქვია, სკოლის მოსწავლე. როგორ ვუყურებ მეთქი პირდაპირ ეთერში გამართულ ტელევიზორს? მე გეუბნები რომ ვუყურებო და თუ მარტო ჩვენთანაჩვენებს არ ვიცი. აღმოჩნდა რომ გამორთეს ანზიდან ტელევიზია. და გაწყვეტილების მიღებს ეგონა რომ ანძაზე არის მიბმული ყველა მაყურებელი. ამ დროს ანძ არის 15-ია 20% მაყურებლების. ნუ მაშინ შეიძლება 1/13 ყოფილიყო. დანარჩენი არის სატელიტი, საკაბელო, ასე შეიძლება. მოკლედ ანტენა შეჭობილ ტელევიზორს ვინც არ უყურებდა, ყველა მოყურა პირდაპირ ეთერში იმედის დარბევას. ანუ მაგის გეგონათ რომ გათიშული იყო არხი? გამორთული იყო არქი. აუ ვიღაცას რა მოხდებოდა? ჩემთვის ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე შავი ფურცელი, ოღონდ მე ამას არ ვუკავშირებ ჩემ თავს, ყველაზე მძიმე პრობლემა, რომელიც დღემდე მაწუხებს ხამე გამღვიძებია იმაზე ფიქრით, ეს რატო გავაკეთე და ასე შემდეგ, იყო ნაფარული ჩანაწერების ამბავი. გამოქვეყნების ამბავი, აი ეგ არის Karmaize Beach, აქ არის. რომელი გავახსენოთ მაყურებელს? რაც გამოქვეყნდა. არ აქვს მნიშვნელობა რომელი და ასე შემდეგ. დათელაშვილის, ბერძენიშვილის გამსახურდია. ყველა სამართლებრივად გამართლებული ის იყო გადასტურებული. არ აქვს მნიშვნელობა. მაგას ფაბრიკაცია არისო? არც ერთი არ იყო ფაბრიკაცია, არც ერთი არ იყო კანონსაწინააღმდეგო. ბერძენიშვილი რუსებს ელაპარაკებოდა. ბიჭო, ბერძენიშვილი რუსებს რო ელაპარაკებოდა, ეს ფაბრიკაცია, ლაპარაკი კი არ იყო. ახსნა განმარტება იყო მე ეგეთი, რაც არასწორია ჩემი აზრით. არც ახსნა განმარტება დადასტურდა და მე პირადად მოვიხადე ბოდიში, მაგრამ ეს არ არის პირადი მოსახდელი ბოდიში ლევანთან, მაგრამ ეს სახელმწიფოს უნდა ექნა და მეორე ფაბრიკაცია არ იყო თქო გეუბნები, მაგრამ ნუ არაფერი განსაკუთრებული იქ არ ხდება სინამდვილეში. არც ეგ არ დადასტურდა და ლევანზე საქმეც არ აღძრულა მაშინ. შალვაზეც იგივე პრობლემა იყო. შალვაზე ეჭვიტანილად სიამოვნებაში შალვას საქმე არასდროს არ აღძრულა. შალვა ეჭვიტანილი იყო და ერთ თვეში გამოძიება გამსახურდია დაიჭირეს. და გამსახურდი საქართველოში არ იყო როგორ უნდა დაგვეჭირა. არა? ანუ საქართველოში მოსკოვის ჩანაწერი იყო. თუ გამოცხადდა უბრალოდ ამაში. არავინ არ დაჭერილა ამ ქვეყანაში პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, ირაკლი. არავინ. ხო, ის რა გათქმევინა შალვას, ეგ რა ის არის საერთოდ? თქვი მითხარ მე გამახსენე. ჩავრთავ ხა არ გახსოვს ეგ ისა შალვანაშვილი დაჭერით რო დაიმუქრე? მე? ხო. მომასმენ. გიხოცებ ჩავრთავ ხა არ დავმალავ ძალიან იყო შალვა. აი ეს გიწვია. მიეცა შალვა ნათელაშვილი. ჯაშუშობისთვის ნუ მე ასევე შეთქმულებისთვის საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად. ნათელაშვილს და გამსახურდია. რამსისკე ხარ კი არა, რა გათქმევინა ეს საზღარ ფუნქციონერი ვარ მან. არა ხო არა რა ეგ აი ეს მე რატო წავედი ხა ეს რაღაც ვიდეო კი არ ჩავრთე და აუ ისედაც ყველა უბრალოდ ესეთ რაღაცებს გადაწყვეტ ეს შეხა შენ მიიღე გადაწყვეტილება თუ ვინმე გითხრა რომ აბა ესე ვქნათო და შენ გაახმოვანე თუ აი ეს გადაწყვეტილებები ვინ მიიღო მე რო დანაშაული ჩამედინა სახელმწიფოს ხელისუფლებაში ყოფნის დროს 10 ჯერ დამიჭერდა ქართული ოცნება სახელმწიფო ხელისუფლებაში ყოფნის დროს დანაშაულის ჩადენის. მაგრამ მიკა გვარა მე იმდენად ჭკვიანია დანაშაულებს ისე ჩადიოდა რომ ვერ დაიჭირე. შენი კერძო მოსაზრებაა. იგივე პასუხი გაგვცა გიორგი ვაშაძემაც, რომ თუ დანაშაული მქონდა, მაშინ დამიჭერდა. ეგ არ არის ცხად ბოლომდე არგუმენტი ნიკა. გიორგის დანაშაული შეცვლამდე შენობრივ რაღაცეებზე მოვლენებზე რა და მე მგონია რომ შენი ერთ-ერთი პრობლემა რიც გამოც აი ხა დღეს დისკუსია. მე მართლა გეგონა რომ მე ხუთე თუ მართავდა საქართველოს ერთი მე ვიყავ. არა კაცო. ეგეთი კარგი წარმოდგენა არ ქონია შეზე. მე რო შეუყვარდი მიშას ესე მგონია მაშინ ნაკლებად. ხო. შეუყვარდესიც არ არის კაცო. დაგაფასე. 27 წელს ვიყავი რომ პოლიტიკაში მოვედი, ვიყავი დევნილი ბიჭი, მე-100 ნომერი ნაციონალურ მოძრაობის სიაში. ეგ არის ანატომია ჩემი პოლიტიკაში მოსვლის. საერთოდ შეგვიძლია. კაი. ისა მომისმენ. ეხლა რავი რაღაცა ვიდეო მინდა ჩაგირთო. კიდე ოღონდ იმიტომ კი არა რომ რამე კომპრომატია. შენ დევნილები და მეგრელები არ გიყვარს ხო? დამაბრალა არაფერი. მეგრელ ჰეიტერი გალბიჭო. აკა ისეთი რამე დაუბრალო, შენ სამის ხარეს გადახვიდე. კი არ დაგაბრალე. მიშა, ეს არ იყო შეთანხმებას, ვინც ის რაღაცები, ვინც გაგიჩვენეს, ამას ხელი ურევია და არა მარტო მერაბიშვილთანაც ხო დაგაპირისპირა რა, რეები გაგიკეთა კიდე ჯერ ვინც ის არ იცი. ეს ანონსისთვის. აი, ეხა რა ვიდეო და ეგეთი ანონსი ჩემზე რო თქვი და ანონსზე დადე. იმიტომ გათხრევენ ყველგან რო გიყვარო. ჯაგوار. როგორც მეგრელი და როგორც დევნილი. რა ვიდეოს ჩართოვინდო? ის იმიტომ კი არა რაღაცა ამაშიც არაფერი არ არის ისეთი. შინაარსობრივად, არა როგორ არ არის შინაარსობრივად არის, მაგრამ მე მგონია რომ აი ეს ჰაბიტუსი, აი შენი აროგანტული ჰაბიტუსი. ამიტომ არ უნდა ვიღაცებს დღემდე რომ მოხვიდე რომ ისევ ესეთი რა შეცვლი და ამას გავიგე რომ წვერი მოუშვი და თმა მასკენი, მაგრამ ეს აი
საერთაშორის სტუდენტობისას როცა მას ეს გექნება და ყოველდღიურად განცხადებები რომ ისინი არიან არალეგიტიმური. საქართველოს თავრობა მუშაობს გალბატონო ინგა მიუხედავად იმისა რომ ესეთი აროგანტული რას უშუალოდ ბიჭო ამას რა დამარცხებული მხარე. რეპს იძახი ხო? დაინტერესებული მხარე. ხო და ყოველთვის ექნება ეხლა უნდა მასმენინო არა აღარ გვინდა არა მე რას გულისხმობ ანუ მე შინაარსიკას დავანებო თავი გასაგები რაც არის მაგრამ მე მგონია რომ შენი ერთ-ერთი პრობლემა არის ეგ რა რომ ადამიანებს გონიათ რომ ნიკა გვარამია რომ ხელისუფლებაში მოვიდეს ის იქნება ისევ ესეთი ღმერთო ფაროს რომ ჯეთი ამ ზომის ვიყო და ეგრე გამოვიყურებოდა ეს ერთი და მეორე მაგუთით არ იქნება ეგეთი და დანარჩენზე დიდად მეორე ბიჭო იცი რა არის ადამიანები სინამდვილეში მე ხვდები როცა თვითონ შედიხარ ასაკში რამდენად მნიშვნელოვანია გამოცდილება რა თქმა უნდა 27 წლის ვიყავი მე რო გავხდი მინისტრი თუ 28 რაღაცა ავარდნილი ქონდა თავში თავში ავარდნილიც არ არის ანუ წონასწორობის პრობლემაა რა ანუ მენტალური წონასწორობის რაღაცა ინტელექტუალური წონასწორობის და ასე შემდეგ სიამოვნებაში უყურე მოგვიანებით და ბავშვი რო გამიჩნდა იმარაც კი შემცვალა ბევრმა რაღაცამ დაშვებულმა შეცდომებმა რომელიც მე გავაცნობიერე ამერიკაში ცხოვრობ ანუ ბევრმა რაღაცამ ბევრმა მიღწევამ ჩემმა პირადმა და ასე შემდეგ ბევრი რამე შეცვალა ჩემს ცხოვრებაში მარტივად რო გითხრა და მივხვდი ერთ რამეს რომ ბევრი რამე კი არ შეცვალა დამამწიფა ისთვის რა პასუხისგებლობიანი ცხოვრებისთვის და როცა მე მივხვდი ამას აი მაშინ იყო დრო რომ შეიძლება და მე მუშავა სახელმწიფო სამსახურში ანუ არ იყავი მზად მაშინ როცა დაინიშნე ნიკა არ იყო ირაკლი რთული დრო იყო, არჩევანი იყო, ძალიან შეზღუდული 2003 წლის მერე. განსხვავებული რამე დაიწყო, სხვანაირი ცვლილებები მოვიდა და აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებაში იყო ძალიან ახალი ხალხი და ეს ახალი უკავშირდებოდა ასაკს. პირველ რიგში და ნუ ხედვის განსხვავებულობას. ერთის მხრივ პლუსიც იყო, მაგრამ მეორე მხრივ იცი რა, ეს პლუსი არასდროს არ არის. ახალი ხალხი ყოველთვის პლუსია, მაგრამ ახალგაზრდები გამოცდილობა კარგი პოლიტიკაში არ არის. მაგრამ ამიტომაც ისავენ ამერიკაში 60 წლის არის შემთხვევები, როცა არჩევანი არ არის, ეგეც არის. ანუ ალტერნატივა ბევრად უარესია. მაგრამ ეგ გამართლებად არ გამოდგება და არ აინტერესებს ახლა საქართველოს მოსახლეობას შენ რატო დაუშვი შეცდომები. ხო, მაგრამ გასაგები და ობიექტური მიზეზი ეს არ არის, თუმცა სუბიექტური წინაპირობა ეს ამისი ერთ-ერთი წინაპირობა იყო. უფრო ჭკვიანი გავხდი თუ არა განათლების დემის შესაძლებლობა 25 წლის მერე ყოველ წაკითხული წიგნის მერე უფრო ჭკვიანი ხდება ადამიანის ნიკა აფხაზეთზე რო გეკითხებიან თვალები გინაცდება ხოლმე რაღაცა ბედრიერი სახე გიხდება სოხუმზე აფხაზეთზე უთხეეგა ხო და შევნიშნე ეგ რომ ანუ შენთვის განსაკუთრებული ესე ვთქვათ სიყვარულის ნაწილია და სხვა ადგილი უჭირავს შენთვის აი სააკაშვილმა რომ ესე ვთქვათ დადგა რაღაც სცენარი და ეგ რომელი წესი იყო? წელი არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ მოუწყო ტერაქტი საკუთარ თავს და მერე მივიდა და რუს სამშვიდობოებს ებრძოლა და გვირაცხა. ეგ რა მითოლოგია. არა, ეგ მითხარი ნიკა. ეხლა შენ მაგას რო უყურებდი, როგორ სააკაშვილს რო უყურებდი, ვერ ატყობდი, რომ თვალები უნათდებოდა, აფხაზეთზე რო ლაპარაკობდა? არა, სააკაშვილის თვალები სხვა რაღაცა მედიკამენტებითაც უნათდებოდა. ეგეც ვიცით მას სულელია. არა, ეკლესიას იმაზე რო არის და ნასვამია. სააკაშვილი და მე ნიუტერებებში ალკოჰოლი არ შედის? მედიკამენტებში არ შედის. მედიკამენტები თქვი ნიუტერება უნდა მეთქვა, ბოდიში. სააკაშვილი და ნარკოტიკები ერთად. არათუ სიმართლე არ არის. სასაცილოა. აცმა, ვითომ ტერაქტი მოუწყეს, რუს სამშვიდობოებს შეებრძოლა და გაიმარჯვა და გვირად წარმოჩნდა და თურმე აღმოჩნდა. სად რა მოსკოვში? გალში არის შენ გამბავი. მეც არ მახსოვდა, მაგრამ მე გამახსენდა. ვითომ ვიშას მოუწყეს ტერაქტი, ვიშა მივიდა რუსიმებს, რა ქვია, და ავტობუსი რო ააფეთქეს და საკუთარ ხალხს მოუწყო რა. დაჭერილია უშიშროების ერთ-ერთი ოფიცერი მაგაც რა მითხარი ახლა უშიშროების ოფიცერი თუ ამათმა დაჭერილი არის რომა შამათავა რომელმაც ტერაქტი მოუწყო აფხაზეთში არა ეგ სხვა რამე აფხაზეთში პუტინს და ბაღავს აი ეს კაცი დღეს ზის ისრაელში ეს კაცი იქნებოდა ხელშეუხებელი კი არა გმირი ვერც შეახებდი ხელს ასე ვერ დაადებდი ეს კაცი ზის ყველაზე დიდი ისა აქვს მისჯილი ქურდების მათ შორის ჩვენებით კანონიერი ქურდების მაგრამ შენ რასაც ყვები ეგ მე მგონი შენ ყვები ეხლა განმუხურის ამბავს კი სადაც არ იყო ტერაქტი კაცო ესენი გადმოვიდნენ რუსები გადმოვიდნენ პლაჟით უფრო შორს ვიდრე უნდა მდგარიყვნენ
და ეს მიუვარდა და დაიწყო შეუწყლოება და გაწევა. იქ ავტობუსი აფეთქდა რა და მაგიტო ანუ ავტობუსი აფეთქდა სადაც ხალხი იყო იქ დაშავდნენ ვიღაცეები და მოხდა ეს ამბავი მე მიშა მივიდა და გაანთავისუფლებითო და აღმოჩნდა რომ ყველაფერი იყო დადგმული. შენ არ გაქვს ეს ინფორმაცია? ეგ არ უკავშირდება ეს ავტობუსის აფეთქების кейსი ვიცი? ოღონდ დადგმული აღმოჩნდა თუ რაღაცა ეგ რაღაც არა. თორე ემა გოგოხიასთან დაკავშირებული რაღაც кейსი რა ხო? მაგრამ ეს ორი მე არ მახსოვს ხოლმე სხვა დავდეთ ჯგუფში მათ შორის რას კითხვას დაუსვავდით ნიკა გვარამესა ბოლოს ბლიცივით გავაკეთოთ პატარებს ბევრი შეურაცხყოფელი იყო კარგად გიკვირდება ხა შენი კომენტარი მაგრამ იმებს არ წავიკითხავთ არატროლებიც ვაყენებ შეურაცხყოფელს მაგრამ ყველაზე ისეთ ხშირი რაც იყო ჩვენ ისედაც გვინდოდა დაგვესვა ეს კითხვა ეხებოდა შენი პოლიტიკური ძალის დაფინანსებას მოდი აი ეს კითხვა დავიწყოთ აქედან წინა არჩევნების, აი ამ გაყალბებული არჩევნების წინა საარჩევნო პერიოდი რო დაიწყო, რაღაც 10 წლის წერტილი ავიღოთ, რამდენი დახარჯეთ, ზუსტად რო ვთქვა, ოფიციალური მონაცემებიც არის, მაგრამ და მე საიდან მივხვდი რომ ეგ უფრო გაინტერესებს. ხო. ვიდრე რამდენი დახარჯეთ. რიცხვის თქვა, მაინც. გულწრფელად გეტყვით ბოლო მაჩვენებელი ნახდათ არ მახსოვს რაღაცებს წერა 40 მილიონს არის საუბარი 40 მილიონი მე ქართულად ცნებას არ აქვს იმას გატარებული ხარჯებში წარმოვიდგინე 40 მილიონი გატარებული ხარჯებში აქვს მნიშვნელოვანი სიტყვა არა 40 მილიონს მაგას გვეუბნები რა 40 მილიონი გატარებული და 40 მილიონი მეტა მქონოდა 40 მილიონი და აჩვენებდი ანუ არ დაგიხარჯია მაგდან არა ვერც დავხარჯავდი ხო შენ დაგიხარჯია რა ვიცი $100,000 გუშინ არ დაგიხარჯია არ გაქვს მე ვერ დავხარჯავდი 40 მილიონს იმიტომ რომ არ მქონდა აი ეს გატარებული არ ვიყავი რამდენი დახარჯეთ ხო ანუ ერთ-ერთი ყველაზე იმიტომ ვკითხე რამდენი დახარჯეთ წარმოჩენილი პარტია იყო დავრეკო და გითხრა 10 და 12 მილიონი ლარამდე 10 და 12 მილიონი ესე მახსოვს არ მინდა რომ მოვიტყუო შეგვიძლია დავრეკო და გითხრა მაგრამ მეტი არ იქნება იყო თავარი დაფინანსებელი გილაური ნიკა ერთ-ერთი რამოდენიმე ყავდათ კი და უფრო ეგ ფული გილაურს ავრავდით მუთაკაში არ უდევს ნიკა გილაურზე ხო საუბარი ჩვენ ძალიან საინტერესო მსხვილი ბიზნესმენების მოდი ასე ვთქვათ პულკა როგორ არის დაიჭერეთ შევკარით ხო და ადამიანებს დაიჭერეს რომ ჩვენ შეგვიძლია პოლიტიკაში დაფინანსება მე არ გაგიბრაზდე ეგ ადამიანები როგორ შეძელით გაყალბების გამო ჩვენ ვერ შევძელით მათ მიაჩნიათ რომ ძალიან წარმატებული პროექტია და თქვენი მდისვა შეძელით გაიმარჯვა და იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის წასვლა დროის ეს თემა ამოვწუროთ შენი მთავარი მოტივები იმის რომ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მივიღოთ რა არის და მიგაჩნია თუ არა ოპოზიციური სპექტრი ურესურსოთ რეგიონების არა რეგიონების სრულად პოზიცია თავის სატელიტი ოპოზიციით წაგვადგება თუ მოგვეხმარება რეჟიმთან ბრძოლაში მე ვერ ვხედ ანუ ნახე ჩემთვის ეს არის გორდიას კვანძის ამბავი რა, უნდა გაიჭრას. მე ვერ ვხედავ დროში გაწევლილ ზაწიჟნოი რაღაცა იმას, ნახე, რომ აი ესე შემოვაროთ, ისე შემოვარ, ეს არის მომენტუმი, ეს არის ბოლო, მე ეს ვხედავ. რუსეთის ბოლო მომენტუმია ამ ქვეყანაში, იცი რატო ახლა? იმიტომ რომ ახალი თაობები მოდიან, არა მოვიდნენ უფრო სწორედ კი არ მოდიან, არა საბჭოთა კავშირში დაბადებულები და რუსებმა იციან, რომ ბოლო დეკადაა მათთვის ეს. ბოლო დეკადა იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ან დარჩეთ, ან აღარასოდეს ამ ქვეყანაში ფეხი ვერ ასოდეს. მისმის რიგა, მაგრამ შენ რეგიონის ტოვებ პარტიული აქტივის გარაშე. რატო ტოვებ? აბა თუ იცახი არჩევნებში არ მონაწილეობ, ყველა ქალაქში იქნებიან სუკოცები და არჩევნებში მონაწილეობა სუკოცები იქნებიან. ისედაც რომ მიიღო იქნებიან რა არა გვაქვს შანსი გამარჯვება? ამ არჩევნებში ნული. და ეხლა რატო არ გამომარჯვებია ჯავახიშვილი თუ რა? რატო არ მოუგეკაცო 60-40 არ დაჯდა თბილისი? არ დამიწერა, თორე დაჯდა რა მნიშვნელობა აქვს? არა, როგორ არ დაგიწერა? დაწერილიც არის. არ რაც დაჭირდება იმას დაწერს. იქა მე რომ მკითხო 95-15-ზე დაჯდა თბილისი შეიძლება, მაგრამ ანუ თხის გვაქვს ესეთი ვითარება, რომ ესე ვთქვათ, გაჩერებული ვართ პროცესი და რაღაცა შემზღუდველი, როგორც პირობითად შევარდნაძისთვისაც კი არსებობდა, იგივე ნაცებთან დაკავშირებითაც თამაშის წესები, პრობლემები მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიაში იყო არსებობდა არა აქვს იქ ამ კაც თამაშის წესები. არც თავისი არ იცის, არც ხვისი არ იცის. ცოტა გაყალბება კი არა, რამდენიც უნდა იცი. ვიცი, ყველა რესურსი აქვს, მაგრამ ბიზნესია აღარ გამომარჯვება. მან სხვა რამეს ვამბობ რა. მან სივრცე არ არის, რომ შეხვიდე და რაღაც ამოვიღოთ. რაღაც ამოვიღოთ. მოგო ხატია 4 წლის წინ ქუთაისი. სად არის ხატია მერია? მოგო პირთან. ასე რატო არ არის და
იმიტომ რომ დააკლეს მაგაში მე და მე მეორე ტურში წააგებს ხო? იგივე ხალხთან უნდა მივიდე და უთხრა. საქმე დგას, მოდი არა, შენ წააგე საქართველოს არჩევნები და არ დამიწერე, მაგრამ ეხლა კიდე ერთხელ მოვდივარ შენთან იმ იმედით რომ ქალაქებს რო წააგებ ცალკეულს იქ მაინც დამიწერე. ანუ მოგება მაგაში მართალი ხარ, მოგება წაგებაზე ალაპარაკი. ანუ 20-30% თუ გაიყვანს ოპოზიცია, შენ რო იძახი, რომ იქ ხალხი სრულად არ დაკარგო. ის 4-5 საკრებულოს წევრი, ახლა გეყოლება თუ არა შენ ორში? გეგმა რა არის? ანუ არ შევდიოთ პოლიტიკურ პროცესში და სანამ არის სხვა ფორმით კითხები ხო? ეგა. ანუ ვაკეთებ და ეხლა შენ დაგეხმარება. გავდივართ ქუჩა, ანუ ისედაც ქუჩაში ვართ, მაგრამ პოლიტიკურ პროცესში არ შევდივართ და რას ვაკეთებთ რა? ველოდებით როდის ამერიკანა იმოქმედებს? არასოდეს არ დგება არჩევნების გზით. ავტორიტარიზმი და ოლიგარქია არც ერთ ქვეყანაში არავის არ დაუმხია არჩევნების. ანუ ეგ არის, ეგ მაგზით უნდა წავიდეთ იქა. არჩევნების გზით სხვა რამეს გულისხმობ. არჩევნები უნდა მოიგო და თუ არ გიწერენ, უნდა გამოუღო კბილებიდან. არ დაგვიწერეს? არ დაგვიწერეს და ხა კბილებიდან უნდა გამოუღოთ სანამ არ შემეუბნები რომ კიდევ ვცხადოთ, დაგვიწერენ თუ არა ვნახოთო და ეხლა მანამდე მეორე წება კბილები ამოუღოთ. კიდევ რო ვწდით, იმიტომ რომ ეხლა უკვე ნელა ჩამოუვიდა. ანუ მათ ხო პლუსები უნდა დაითვალო, ანუ ერთის ხრივ შენ გყავს საკრებულოში 4 თავარი პარტია ხართ. ჩემი აზრით, მე აი ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ ორი ოფშენი რა. ნიკა გვარამია და ნაციონალები ერთიანდებიან, ლელო და გახარია ერთიანდება, ორი დიდი ფრონტი იქნება, ყველა დიდ ქალაქში ვთანხმდებით ერთ მერზე, ვაწვევით ბოლომდე მთელ საზოგადოებას, არასამთავრობო სექტორს, ადგილობრივ ორგანიზაციებს, ვაყენებთ უკვე საბრძოლო განწყობაზე. ეს მოხდი ჩემი აზრით, მე შეიძლება ვწდები და სუბიექტური ვარ, მაგრამ მნიშვნელოვანი გონია. დაგაბრუნებ პირდაპირ რეალობაზე. ეგ მოხდა ხატიაზე, ეგ მოხდა კირთაძეზე, ეგ მოხდა ანზორმელიაზე ზუგდიდში, სამივეგან ამ ხალხმა პირველივე ტურში მოიგეს. ხო არიცი მე რატო არ არის არჩევნები? მე ვამბობ, რომ ოცნებას ამ ეს ლაპარაკობს. ხო, მაგრამ ხალხმა ხო არიცის და ხალხი მეგონს რომ ჩხუბობს. ხო და ნახე, თქვა ეხლა ვამბობ, თქვა ოცნება პირობითად ვამბობ, გააყალბა 20%, იმიტომ რომ ესე დაჭირდა 15, არ ვიცი. და გაყალბების მექანიზმი თუ აქვს, რომელსაც ვერაფერს ვერ უშვები. ხო, რო დაჭირდება, შენ რო უგებ, შენი გაერთიანებული და აი ძლავრი და დუხზე მოსული ოპოზიცია. რო დაჭირდება 40 რატო ვერ შეიტანს იმ პასპორტებით და ვერიფიკაციის აპარატებით, როგორც გააყალბეს. ჩვენ ხო ვებზადებით ვისთვის? ახალი საპარლამენტო ვერიფიკაციის აპარატს ვერაფერს ჩვენ ხო ვებზადებით ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ხო გვიდა გქონდეს შესაძლებლობა იმისი, რომ ყველა მექანიზმები ვიცით და ვაკონტროლებთ. ეს ერთგვარი მექანიზმები ვიცით, მაგრამ ვერ ვაკონტროლებთ. რატო? იმიტომ რომ ეხა კიდე ხომ მიიღეს სრულები ვერიფიკაციის და აპარატის ახლოს მისვლა არ შეიძლება. ხო, ვიბრძოლოთ ამისთვის. ჯერ მაგისთვის უნდა ვიბრძოლოთ, თვითმართველობის არჩევნებზე კი არ დავიდეთ. თვითმართველობის არჩევნებამდე ვიბრძოლოთ ამისთვის თქო და მივახციოთ და ხო ჩემი არგუმენტები უკეთესია. მე არ ვეთანხმებ თვითმართველობის არჩევნებს, შესაბამისად არგუმენტები ეხა გადავალთ მოკლედ ამ მაყურებლის კითხვებზე რა და ერთ-ერთი პირველი კითხვა ქონდა. ციხის შემდეგ უფრო შეიცვალა ორივე ნიკას რიტორიკა და რატომ? ციხის მერე ზოგადად ადამიანები იცვლებიან. აი შენში რა იყო ეს ცვლილების? მე პოლიტიკოსი გავხდი ჯერ ერთი. ციხემ გაგხადა პოლიტიკოსი? არა. ქურდები რო არიან, ნაჟდომი რო უნდა იყოს, ქართული პოლიტიკოსის ნაჟდომი უნდა იყო რა, რომ კაი პოლიტიკა, ეგეთი ვარიანტია მეგონა. არა, უყურე მანამდე ჟურნალისტი ვიყავი, ახლა პოლიტიკოსი ვარ, რანაირად შეიძლება სხვა კონტექსტში იყო დასმული. მანამდე უფრო აწვებოდნენ და რადიკალურები იყვნენ. ორი ნიკავა, მეორე შეაბათ მედია იგულისხმება და ციხიდან რომ გამოვიდა რაღაც თითქოს იმდენად ესეთი არ ვიცი ეს იმის ადამიანის პირადი შეხედულებაა შეიძლება. რატო გონიათ მეგობრო რომ ციხე შეშინების ადგილია აუცილებლად. ციხე გადააზრების ადგილიც არის. ბევრი რამისთან. ხაზუ და რომა მახარაძეები არიან ჩვენი პროტესტის ესეთი ცნობილი ძმები, რომ თუ არ ვიცი როგორ დავახასიათო რა, შეიძლება თქვენ იცნობთ, არ იცნობთ, არ ვიცი, ჩვენ ბაბლში მოკლედ ცნობილი ძმები არიან. სწორი პოზიციებით გამორჩეულები ეს ჩემი შეფასებაა ბევრ რამეში და მოკლედ თაზო მახარაძე საინტერესებდა ნიკა გვარამემ დამბლოკაო. და იმიტომ დამბლოკაო რომ ერთ-ერთი მიზეზი ის იყო მაშინ რომ დაწერაო პოსტიო არ ბლოკავ ზოგადად ადამიანები და ამფრენდო არ ვიცი დამბლოკაო ესე თქვა და იმ პოსტზე ვარ მაგ პოსტს კითხავ რომ ეწერო დღესო ფეხბურთის გარდა არაფერი არ მაინტერესებს რომელი თამაში იყო ეგარო დაწერე მაგაზე ბევრი შემოგივარდა საქართველოს კი ძალიან რო მაგრამ ეგ საქართველოს ომხეთი ხო შენ ეგრე გიყვარს ფეხბურთი რეალურად ეგრე ძალიან მიყვარს არა ეგრე ძალიან არა რომ ალბათ დღეს მეტი არაფერი მაინტერესებს და რაღაცა საქართველოს ნაკრების თამაში ხა მაინტერესებდა რა მექნა ხო ხო არა ეხლა მაინტერესებდა და დღეს მეტი არაფერი მაინტერესებს რა იყო
რატო დაწერე ეგო თორე ის კი არა რატო მაინტერესებს რატო ფიქრობ რატო დაწერე რატო დაწერეთი რომ მე კამათებიან აი ეგ არის ჩემთვის დასრულებული კამათი ჩემს ასარგებლოდ ისე ვინ არის აბა მაგალითად საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი აი ახლა ეგრე ძალიანაც არ ფუნქციონალ ნიკა ცოტა გოთვერული კითხვა უნდა კითხო რა შენი გოთვერული კითხვა რა აქამდე ხო დავაკელე შენი და ნიკას გაერთიანებით ნიკა გააძლიერე მელია თუ დაასუსტა ეგ ხო ჩემი გასაზომი არ მე ციფრები აჩვენებს რომ გავაძლიერე ისევე როგორც მან მე ისე როგორ უნდა გაიზომოს ალბათ კვლევა უნდა ჩაატარო ხა მანამდე ჩატარებული კვლევა თქვენ რა გონიათ რომ კვლევის გარეშე შეიძლება სწორი განწყობილების მიღება პოლიტიკაში ისე ფლუგერი რასაც გაჩვენებს ქარისმი ვაიმე მე თქვენზე რაღაც კუთხე ისეთი ცუდი წარმოდგენა მაქვს რომ რაღაცების წინასწარ ვერ თulit ხოლმე ეს მე მელაპარაკები ხა მეორე ოპოზიციურ სპექტრზე და მათ შორის აი არჩევნებზე ხა ძალიან არ მინდა იმის გაგზავნა უკვე ვასრულეთ გაცემას რა რატო იზეიმეთ არ ვამბობ მაგრამ გამიგია ეგეთი არგუმენტი ხალხო ერთი წამი შეთავს ახლა შენ დაუსვიკითხო და პასუხობ გასო არ მიკითხავს 2 საათის მერე ხოცებით ყოველ შედეგებს რო გამოაქვეყნებ მაგას რო დავლოდებოდი თუ არა ჩემი აზრით ბიზინა რო გამოვიდა და მოვიგეთ რომ თქვენ უკვე საკმარის ინდიკატორი იყო რომ გააყალბებდნენ და ასე შემდეგ არა ეხლა მაგი რო გამოვიდა მაგას ხო ანიშნავდა რომ მაგიტო თავისთავად თვითონ დაუსვიკითხო და უპასუხო ამ კითხვას არა ესე მეგონათ რომ არა მე ვიკითხო ცხადი იყო რომ ეს ელექტრონულ სისტემაზე გადასვლით ან იმ კანონებით მეტნაკლებად ცხადი უნდა ყოფილიყო თქვენთვის ოპოზიციური სპექტრისთვის უფრო ვიდრე რიგითი მოქალაქისთვის რომელიც არ იყო ჩახედული რომ გაყალბების საშუალებები სადღაც შეიძლება ჯერ აღმოუჩენელი მაგრამ მაინც იქნებოდა და მთელი ყველა მათ შორის ფორმულაზე რომ მივიყვანეთ ესა ხა ამიტომ ამბობ მრავლობიჩი რომ ეს ოპოზიციის წარმომადგენლად თულ თავს რომ მივიყვანეთ ეს კალანდარიშვილი და აი ესე შეაცურებთ ფურცეს და მთელი პიარი უკეთეთ ფაქტიურად ამას და ვერავინ ვერ გააყალბებს არჩევნებს ჩემი ასე და ისე ერთი არ დაგვიგინია დარჩება გააკეთე ვიდეო კლიპს წასული იყავი ბევრჯერ აღრეკლამე რა და ხო პრეზენტაცია ეს ხო იმიტომ გაკეთე რომ ხალხს არ შეეშინდეს და მაქსიმალურად ვერ მოვიდეს მაგრამ გულისიღმის ხო იცოდი რომ მაინც შეიძლება და გაეყალბებინათ სინამდვილეში ეს ლოგიკური არგუმენტია ახლა ამაზე ტაქტიკურად ეს სწორი არგუმენტია რომ ამის ლაპარაკი არ შეიძლება ტაქტიკურად ეს სწორი არგუმენტია მაგრამ ჩვენ ვერ მოვნახეთ გზა რომ თან ეს სწორი ტაქტიკური არგუმენტი ქონოდა და თან ისე გაგვეტრაკებია რომ ვერ გაეყალბებათ ვერ გაეყალბებიათ ვერ ვიპოვეთ მაგრამ ნახე სიამბილში ხა სამართლიანობისთვისაც უნდა ითქვას ის რაღაცა მილიმეტრაჟი რაღაცა ქაღალდის ტუშის სააკაშვილისთვის პოლიტიკის და დისტანცირება და ფიქრობ თუ არა რომ სააკაშვილმა რომ თქვას მე პოლიტიკაში არ ჩავედით და ისე დაგეხმარებით ყველაფერში გინდა ოპოზიციას პოზიციას ეს არის ოცნების დამარცხების ფორმულა არ არის ოცნების დამარცხების ფორმულა თორე ურჩევდი არ გირჩევია არასდროს? არა, ნახე, რაღაცები მირჩევნია, უკასაოდ მირჩევია, ეხლა ისე ჯობია, ეხლა ასე ჯობია ზოგ მომენტებში ხო. თუ უკითხავს, თორე მიშასთვის ჩავაჭერი, მაგრამ ჩამოსვლასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია იმ თავითვე ცხადი იყო, ამასთან დაკავშირებით ნაკამათებიც ვარ. არ მუჭერდი ამას. ეგეც მერაბიშვილმა? ეხლა ვერ ვილაპარაკებთ ამ თემაზე, უკვე შევდივართ სხვა საკითხებში. ცხადია. ერთი ადამიანი არის ხო ხოლიკა რამოდენიმე მუშაობდა ხო მაგ ამაზე ვერ ვილაპარაკებ არა რამოდენიმე მუშაობდა თუ ერთი მუშაობდა არ უყია მერეც ვილაპარაკი ამ თემაზე ბევრჯერ იმიტომ კი არ ვამბობ რომ არ უნდა ჩამოსულიყო იმიტომ რომ ის უფლება არ აქვს მას ვაკეთოს არა მოაგებინა არჩევნები მე არა მაგასაც არ ვიზიარებ შეიძლება პირიქითაც იყო ეს ახლა არავის არა ვერავინ ვერ დაადასტურებს ხო ეგ ეს ვარაუდის ამბავი მაგრამ მე სხვა რამეს ვამბობ იმიტომ რომ მე ეს დღე რო ეხლა რო დგას ისეთი დღე რო იდგებოდა ამაში დარწმუნებული ვიყავი რომ მას დაიჭერდნენ და მის გამოყვანა იქიდან იქნებოდა ურთულეს მე მისთვის ნათქვამი მაქვს მან ჩემი ეს პოზიცია იცოდა და მე უკვე როცა ცოტა დაძაბულ საუბრებამდეც მიდიოდა ნუ გასაგებია კამათამდე მე შევთანხმდით იმაზე რომ ამ კამათი რაზე მიდიოდა ეს ისთვის ყავხართ მაგრამ მე ვერ მოამზადეთ ეგრე სიტუაცია რომ მე რომ ჩამოვიდე და ნიკა ერთი ადამიანი იყო ვინც მიიყვანა სააკაშვილი აქამდე თუ რამოდენიმე ჯგუფი მუშაობდა არ მითხრა კონკრეტულად ლაპარაკებთ კაი კაი ანუ ერთი ადამიანი არისო რა თქმა უნდა ერთი ადამიანს არ ელაპარაკებოდა ახლა რა თქმა უნდა ლაპარაკი მაგას კარგი მე მგონი დასასრულს ისა თაზო არ დაუბლოკივა რომ ვიძახის და მე გავარკვიოთ რაღაც სხვა არ ვიცი ჩავხედავ სახელმწიფოარი მითხარი თაზო მახარაძე ქართული ასო მეგობრებო თუ გაიგონეთ ისეთი კითხვები რომელიც არსა და სხვაგან არ არის აუცილებლად გამოგვიწერეთ YouTube-ზე, Facebook-ზე გამოყვებით, Instagram-ზე ითავს სადაც დაგვინახავთ ყველგან დაგვაფოლოვოთ კარგი მოკლედ მე მგონი ძალიან
რაღაცა ცუდად გაიგო, არ ვიცი. შადაც დაგვინა. ეგრე არავის არ უთქვას ხო? ეგ ფრაზა ეგრე არავის არ უთქვას. კარგი, რა გვაცინებს ჩვენ უბედურებს, მაგრამ რა ვიცი. არა, სიცილე არა უკრძალოთ საკუთარ თავებს, რუტინად ჩვენ ცხოვრების რაღაცა ხიბლი მომენტები შევინარჩუნოთ, იმიტომ რომ სხვანაირად ვიფიტებით, ძოლის უნარიანობას ადამიანი კარგავს, ადამიანმა პირადი სივრცე რაღაცა დოზით მაინც მათ შორის წიგნები რო დაეკარგება, ან ფეხბურთს რო უგოშებათ, კი ვერა ესენიც უნდა დარჩეს მის ცხოვრებაში. დღეს ევროპა ლიგის ფინალს ველოდოთ უფრო აქტიური გვარამია პოლიტიკურ პროცესებში. უფრო უკვე ჩანს ეს ისედაც. ხო, მედიებში რო არ ჩანდა და გამოჩნდა თქო, ეხლა დაიწყო ეთყობა deep state-დან წამოვიდა დავალება, რომ ცოტა გაინძელი. მე მოდუსი ზოგადად მოქმედების ბოდის გიხდით, ბარემ ამასაც მომწონთ რა. სხვაჩემ შენ გამორიცხულია რომ ეგ არ შეგემჩნია. მე რო ვიწყებ რაღაცაზე ფიქრს ცოტა ჩაკეტილად. ვიწყებ ამის ტრიალს და რაღაცა დრო მჭირდება, რომ გადაწყვეტილება მივიღო, გადაწყვეტილებას რომ მივიღებ, უკან აღარ ბრუნდები. ეს ინტროვერტებს ახასიათებს. ალბათ, არ გამომიკლევი არა ვარ. კაი. აკეთებ ახალ ტელევიზიას? კი. ხიჩკო. აი, ანუ კაი. შვენი. ხიჩკოks იცი რა ქნათქვამი ფილმი რამ ხელა უნდა იყოსო? ხიჩკოკ ჩემს საყვარელი რეჟისორი. რამდენსაც ადამიანს შარდის ბუშტი გაწდებოდა. სუდად თავარეთ. იმის ეტრიალებს. ეს ალბოუჭრათ. არაფერი არ ამოუჭრათ. 52 წუთია ეგ. კარგი. დიდი მადლობა, მოკლედ ნიკა გვარამეს, დიდი მადლობა თქვენ ძვირფასო მაყურებლებო. ირაკლი მკვე გითხრათ რომ უნდა დაგვაფოლოვოთ. ყველგან გამოგვიწერეთ დიჯიტალში. და მომავალ შეხვედრამდე. დაინახავთ ან დაეწერეთ. ძალიან საინტერესო სტუმრები გველოდება წინ გიორგი გახარია ერთ-ერთ მომდევნო გადაცემაში, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან გვაქვს კომუნიკაცია, ასევე ლელოს ლიდერებთან და ყველაზე მძიმეწონიან ლიდერებთან გზა გაგვიხსნა მე მგონი ნიკა გვარამ. აქამდე ნაკლებად მძიმეწონი, ვინმე სხვა რეწკინება. მასწავლებლის და მოსწავლის ის იყო რა. შლაგბაუმი აუცია რა. კარგი, მომავალ შეხვედრა. საინტერესოა. ორივე აუტანელია, მაგრამ ეგა საინტერესოა. თუ აუტანელი ჟურნალისტები არ გიყვათ, დარჩით პარტიულ ოფისებში. სხვაგან ყველა აუტანელი უნდა იყოს თქვენთვის. მედიევა.